კაი, მოგლეთ ხალხო, ცოტა ხანი ჩატს ჩავხურავ. დღეს გვექნება ინტერვიუ ნიკასთან, რომელსაც ერთ კვირაში აქვს $16,500 გაკეთებული აკაუნტზე. იქიდან payout-ი აქვს, მე მგონი, ბოლოს მოდი გადავამოწმოთ. ლარებში გამოვიდა $11,700, მაგრამ ეს ერთი payout-ი არ არის პირველი payout-ი. მანამდე აქვს უკვე 4 payout-ი თუ 5 ხოლმე შეიძლება ზუსტად არ მახსოვს გაკეთებული რა. მოკლედ. ხო, მოკლედ. საკმაო დონეზე არის უკვე ასული, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის მის ინტერვიუში რაც მინდა მოვისმინოთ, მე რაღაცეები ვიცი, მაგრამ ყველაფერი დეტალები წესით არ მეცოდინება, რაც დღეს მოგვიყვება. თუ საიდან წამოვიდა, აი საიდან დაიწყო, რა გზა გაიარა, სანამ აქამდე მოვიდოდა რა. ნიკა, მოდი გაეცანი ხალხს. და მოდი დაიწყე იმით, პირველ რიგში მოყევი ის, საიდან დაიწყო, რატო დაიწყე ტრეიდინგი და აი რა გზა გამოიარე wealthy აიმდე სანამ მოხვიდოდი რა. ეგ გითხარი. ოი ძალიან რთული ამბავია. მე მინდა რომ ყველაფერი კარგად მოყვიდა, ყველა ხალხმა კარგად გაიგოს, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, აქ არ ხარ მარტო, ბევრი არის ვინც მსგავს სიტუაციაში იქნება. ბატონო, მადლობა პირველ რიგში ამ შესაძლებლობისთვის და მადლობა მაყურებელს ნაცვლად, რომელიც გვესწრება. პირველ რიგში რაც მინდა რომ თქვა არის რომ დავიწყე ანუ ძალიან არასწორად რა. აი ყველაზე არასწორად ალბათ როგორ შეიძლება. არანაირი ინფორმაცია არ მომძიებია. არაფერი ვიდეოს არ მიყურებია, დავიწყე საერთოდ Binance-ით. ანუ ეს წლების წინ რა. მაგის შემდეგ მივხვდი რომ ანუ ეს კრიპტო არის ძალიან ფეთქებადი ბაზარი და მივხვდი რაღაცნაირად რომ ძალიან არასრულ გზაზე ვიყავი. შემდეგ უკვე წამოვიდა ჩემი კაპიტანი, მაშინ ჩემი კაპიტანი ვაჭრობდი, მაგრამ უკვე წამოვედი ფიჩერებზე, გავიგე რომ ფიჩერები ბევრად ისეთი კარგი არის, ესე ვთქვათ რა. შემდეგ გავხსენი Libertex ანგარიში და Libertex ანგარიშზე, აი უბრალოდ მეგობრებო, უამრავი თანხა წავაგე რა, ძალიან სულელურად რა. ანუ ვიგებდი კიდევაც, მაგრამ საბოლოო ჯამში რა თქმა უნდა წაგებაში გავედი რა. ძალიან რთული იყო ეს ჩემთვის და ზოგადად პიროვნულად საკმაოდ ისეთი ადამიანი ვარ, რომ მარტივად არ შემიძლია რაღაცას დავნებდე, თუ რაღაცას ვიწყებ, მიყვარს რომ ბოლომდე გავდივარ და იმასში აუცილებლად უნდა ვიყო წარმატებული. და ყველაზე მეტად სიმართლე რომ გითხრათ, გამიჭირდა ამ სფეროში რომ ყოფილიყავი ესე, იმიტომ რომ ვიყავი საერთოდ არასწორ გზაზე რა, საერთოდ არასწორი ინფორმაცია მქონდა ამ სფეროსთან დაკავშირებით და უკვე მივხვდი რომ ანუ მჭირდებოდა ადამიანი, პიროვნება, რომელიც დამაყენებდა სწორ გზაზე და მომცემდა სწორ მიმართულებას. ამისათვის რა თქმა უნდა ამ ხალხს ძალიან დიდი მადლობა, ესენი რო არა, ალბათ მე ამ ეტაპზე და აი ცხოვრებაში აი ამ ეტაპზე ასე წარმატებას ვერ მივახცევდი, გულწრფელად მინდა რომ გითხრათ, იმიტომ რომ მაქამდე მე ზოგადად დიდი ხნის განმავლობაში მიდოდა ადამიან community, სადაც ასე რომ ვთქვათ, მარტო არ ვიბრძნოდი თავს, იმიტომ რომ ჩემ გარშემო ადამიანები ამ სფეროთი დაინტერესებული არ არიან სამწუხაროდ და საბოლოო ჯამში ანუ მოძიების შემდეგ აი ბოლოს მივაგენი ამ ადამიანებს რა. მაქამდე რამდენიმე ადამიანი იყო, მაგრამ აი რო ვცდილობდი მაგალითად რომ კურსი მეყიდა და დამეწყო ეს საქმიანობა და შესწავლა, ესე რომ ვთქვათ. რაღაცნაირად აი ხდებოდნენ, ცოტა აზემოსული ვიყავი და აი არ ვერ მივედით მაქამდე რომ სწორზე დამეწყო სწავლა მაგათთან, მაგრამ საბოლოო ჯამში უკვე როცა ეს ადამიანები აღმოვაჩინე, აი მაგის მერე რადიკალურად ყველაფერი შეიცვალა რა. ანუ Libertex-ი წავშალე, როდესაც ამათთან სწავლა დავიწყე. საერთოდ აი ჩემი კაპიტალი საერთოდ აღარ ვაჭრობდი, მივხვდი რომ ეს სულაც ისულელია და ამ ადამიანებმა ზუსტად ის, რაც ამ სფეროში ჭირდება რომ იყო წარმატებული, გადმომცეს ესე რომ ვთქვათ რა, ეს ღვენი. მინდა რომ ეს ყველაფერი დაიჯეროთ, მით უმეტეს იმ ადამიანებმა, ვისაც საერთოდ არ ჯერათ ამ სფეროში, რაიმე შეიძლება რომ სარგებელი ნახოთ. მეგობრებო, იმაზე მაგარია და იმაზე დიდი შესაძლებლობა აქვს ამ სფეროს, ვიდრე თქვენ საერთოდ წარმოგიდგენიათ რა. მეც მუშაობ ამავდროულად, დასაქმებული ვარ, პროფესიით ვარ ქსელის ინჟინერი. ჩავაბარე უნივერსიტეტში, ვისწავლე, აი რაღაც ხელფასამდე მივედი, მაგრამ ძალიან დიდი წვალება დამჭირდა, რომ რაღაცა მიზერულ ხელფასამდე ვიშულიყავი რა. და აი ამ ყველაფერმა რაც ეხლა შედეგი დადგა, ხო? ბოლო დაახლოებით 2 თვე არის payout-ებზე იდება და აი ვერ წარმომედგინე, თუნდაც ეხლა აქ რომ ვსაუბრობ, ეს შემთხვევით ალბათ რავი წარმოუდგენელი, ეხლაც კი ალბათ ვერ ვიჯერებ რა, იმიტომ რომ რაღაცნაირად ძალიან დიდი ბრძოლა და გზა გავიარე ამისთვის და რაც მინდა რომ თავი ყველაზე მეტად გაითვალისწინოთ, ეს არის რომ დაიჯერეთ ის რომ ეს შესაძლებელია რა, დამერწმუნეთ. უბრალოდ რა თქმა უნდა მარტივი არ არის ეს ვიც ამბობს ხოლმე მაგას რა.
თუნდაც პირველად რომ მათთან ლექციაზე, პირველი ლექცია რაც იყო, ის იყო რომ შეიძლება ახლა 100 კაციდან სხვაზე საერთოდ 5-10 ადამიანს გამოგივიდეთ ეს საქმე რა. მაგრამ ეს ყველაფერი არა იმიტომ რომ შეუძლებელია რომ სხვას 100-ს გამოგივიდეთ, იმიტომ რომ ადამიანების უმრავლესობა ესე რომ ვთქვათ, საკუთარ ანუ ფსიქოლოგია ამ ამბავში ძალიან დიდ როლს თამაშობს რა. იმის გარდა რაც აი მაგალითად ტაქტიკას ეხება და ტექნიკურ ანალიზს. აი ფსიქოლოგია ძალიან დიდ როლს თამაშობს და უნდა იყოთ ანუ ესე ვთქვათ მუდმივად ესე ვთქვათ ანუ აი თვითდაჯერებული რა და აუცილებლად უნდა იყოთ დისციპლინებული. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი რა და მე ჩემთვის რომელი ადამიანისთვის რომელიც აი უზომოდ გემბლერი ადამიანი ვიყავი რა და ზოგადად აი ერთ დღეში მინდოდა იმხელა შედეგი რომ რავი არასერიოზული რაღაც იყო რა ისეთ შედეგებზე მინდოდა გასვლა ხო ხდებით ერთ დღეში და ძალიან მოკლე მონაკვეთში მაგრამ რეალურად დიდ შედეგზე და ესე ვთქვათ თის და მწვერვალების დაპყრობაზე მიდიხარ მაშინ როდესაც ნელი ნაბიჯებით წინ და წინ მიიწევ ეს არის აი თავარი გასაღები ამ სფეროში რომ შენ და მით უმეტეს კიდე ერთ რაღაც მინდა თქვა რა წაგებას ვინც ვერ ეგუება აი ეს არის დამღუპელი ამ სფეროში შეიძლება ჩაოლებრივად დაიწყო ეს სფერო ისწავლო მაგათად გაიარო კურსი ისწავლო მაგრამ ადამიანები ვართ ხო რაღაც კონკრეტულ დღეს შეიძლება 6 რაღაც მინიმდეი კონდეს და მე-7 დღეს დაფეილდე მე-7 დღეს რომ დაფეილდები შენ ისე არ უნდა დაფეილდე ანუ რაღაცა რისკ მენეჯმენტი უნდა გქონდეს რომ თლიანი ის პროფიტები არ ჩაწვა რა ანუ ეს არის ერთ-ერთი კიდე ძირითადი რაღაც რაც უნდა გააკეთოთ ანუ უნდა მიიღოთ წაგება უნდა მიიღოთ ის რომ შეცდით რაც მე ყველაზე მეტად მიჭირს და სიმართლე რომ გითხრათ დღემდე ვებრძვი მაგ ყველაფერს რომ აი რაღაცაზე რომ შევწდები მარკეტზე რაღაცაზე რომ შევწდები ის მე ანუ მივიღო ის რომ შევწდი და სიტყვაზე ხვალ გათენდი შეულებრივი ვიყე და ხვალ გავაგზელებ ხო ხედავ რომ სიტყვაზე რაღაც 14 სამუშაო სავაჭრო დღიდან ესე რომ ვთქვათ რაღაცა სიტყვაზე 12 დღეს მაინც ვიგებ ხო ანუ სწორი ვარ ნარატივში ხო ნარატივი სწორი მაქვს ანუ მაშინ რა გამოდის რომ დისციპლინა დავიცვათ ის რო შევწდით უნდა მივიღოთ რა ესეც ერთ-ერთი მთავარი რაღაც არის ამ სფეროში და მაგას გირჩევთ რომ წაგებასაც შეეგუოთ რა ამ და დანარჩენს თავი დავანებო აი ამ პირველ თვისებებს რა დანარჩენი აი მეგობრებო არის უმარტივესი ან ტექნიკური ანალიზი აი ზოგადად რასაც ბიჭების გასწავლია იქნა გამომდინარე რომ ამ ადამიანებს ძალიან დიდი რესურსი ძალიან დიდი დრო დახარჯული ის რაც ინფორმაციასაც და მასალებსაც თქვენ გაწვდიან რა თქვენ რო სიტყვაზე ახლა ადგეთ და თქვენ თვითონ მოგინდეთ რომ დაიწყოთ ეს სფერო და არავინ არ დაიხმაროთ როგორც მე ვაკეთებ გაგიზარდება ზუსტად ისე ამ ისე მოგივათ როგორც მე დამემართა რა მე შემეძლო სიტყვაზე რომ ცოდნო და ამ ადამიანების შესახებ თავის დროზე მე ძალიან სწრაფად მივიდოდი ამ შედეგამდე დარწმუნებული ვარ რა და წლები არ დამჭირდებოდა. უბრალოდ რავი, არ მოვინდომე რა. ამ ადამიანებს ყველაფერი აქვს იმისათვის, რომ შენო დამოკიდება დაждდეს სიტყვაზე და ICT-ს უყურო თუნდაც ან მოიძიო ინფორმაცია და მიყვიდე სწორი ინფორმაციამდე, სწორი ანალიზამდე, ხო, აი გამუშავოს მარკეტზე რეალურად და რა როგორ არის, ხო? დამჭირდება ძალიან დიდი დრო, უამრავ ფულს დაკარგავ შეცდებით და შეიძლება აი უმეტეს შემთხვევაში დარწმუნებული ვარ, რომ რა 99% დანებდებით რა. ანუ არ თავს ძალს არ დაატანთ, რომ აი მოდი ბოლომდე მივიყვანე, აუ არ გამოდის და დანებდები და მე რაღაცნაირად ღმერთის სწავლობით ძალიან გამომადგა ის ჩემი თვისება, შეუპოვრობა, რომ არ დავნებდი რა, თორე ჩემ ადგილას დამიჯერეთ აი 99% დანებდებოდა და შეეშვებოდა ამ საქმეს. რა უბრალოდ მე იმენა გამოვწურე ჩემი თავი ამ სფეროში რა. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს მარტო ჩემი თავიდან გამომდინარე არ ხდება ამ ადამიანების წყალობით მართლა ძალიან დიდი დამსახურებაა რომ ამ ადამიანების წყალობით მივედი ამ შედეგამდე თუნდაც ის აი მარტო ტექნიკურ თემას კიდე თავი რო დავანებოთ რა აი ფსიქოლოგიურ თემა ისე დამილაგეს ანუ საკუთარ თავში რომ მიითხრეს რომ ანუ ესე თუ არ მოიქცევი ანუ შენ პროსტა შანსი არა გაქვს ანუ და ისე კაცრად მომიდგნენ ხო ხდებით მაგ კუთხით რომ მაგან ძალიან დიდი შედეგამდე მიმიყვანა რა და პირველ რიგში აი მაგას გირჩევთ რომ ამ ადამიანებს მოусმინოთ ის რა ინფორმაციასაც გაწვდით და გაითვალისწინოთ ყველაფერი რა და არ დანებდეთ. აი მე არ დანებდეთ, იმიტომ რომ შესაძლებელია. მე თუ გამომივიდეთ ჩვეულებრივ ადამიანს, არაფერი განსაკუთრებული ნიჭი მე არ გამაჩნია, დამიჯერეთ ყველა ადამიანს გამოვა. უბრალოდ არ უნდა დანებდეთ, მობილიზდეთ, თქვენი საკუთარ თავში გაანალიზოთ რა გაქვთ ცუდი ამ სფეროსთვის, ან შეუსამაბო რა გაქვთ თვისება და ეგ გამოვასწოროთ რა. თითოეული წაგები, თითოეული მარცხით უნდა მიხვდეთ რა უნდა შეცვალოთ და დამიჯერეთ ძალიან მალე მივხვდეთ მაგ შედეგამდე. გრანდიოზული, არაფერი არ არის, მართლა გეუბნებით რა თვითონაც ეს ადამიანები მაგას გეუბნებიან თქვენ და აი მე გეუბნებით, რა ვიცი, ერთ-ერთი წარმატებული მოსწავლე მათი და ძალიან დიდი შედეგი მაქვს ჩემი აზრითაც, რავი, ეხლა მე რაღაცა კიდევ ყოფილვარ მეტი მინდა რა ის ბუნებრივია ალბათ, მაგრამ აი ჩემი მეგობრებმაც რო გაიგეს
ჩემმა მეგობრებმაც რო გაიგეს რომ აი კაროჩე ესეთ რაღაც გავაკეთე, შოკში ჩავარ, არ დამიჯერეს რა. ანუ ადამიანებს არ ჯერათ რა. აი ტიპი მეუბნება, აი როგორ 7 თვე უნდა ვიმუშაო, ტიპი მეუბნება რომ აი ახლა ესაც გააკეთე შენ ეს 7 თვე უნდა ვიმუშაო, რაღაც აი როგორ გინდა რომ ეს ადამიანს რომელიც დგება კაროჩე აი მიდის სამსახურში რაღაცა ოფცხვრის ხო ხდები აი გამოდის და წვალობს და აი რაღაცა როგორ უნდა დააჯერო იმ ადამიანს მომენტ რომ აი ესე შეიძლება ანუ ამ ხელა ინვესტიცია შეიძლება რომ შემოიტანო შენ საკუთარ თავს აი ამ სფეროთი ხო მაგრამ შესაძლებელია მეგობრებო ძალიან მიხარია რომ ეს ყველაფერი შესაძლებელია და გამართლა რა მართლა გეუბნებით აი დაიჯერეთ ეს ყველაფერი რომ მართლა შესაძლებელია არანაირი სირთულე ამაში არ არის უბრალოდ საკუთარ თავში დაალაგეთ თემა რა როგორი უნდა იყოს და დამიჯერეთ აუცილებლად გამოგივათ რა მით უმეტეს ეს ხალხი აი მე ვარ რა უკვე დაახლოებით არ ვიცი რა ერთი წელია მომ უკვე თქვენ კომუნიტიში ვარ დაახლოებით ეს მე ძალიან დიდი ხანია შენ გიცნობდი მაგამდე და უკვე მოვედი შენამდე როგორც საფინანსები ხო როცა ფინანსები ავაგროვე უკვე და შემეძლო შენთან კურს გამერია მე მოვედი თორე მაგამდე გაკვირდებოდი და აი ერთადერთი სასტავი იყავით ვიზეც აი მართლა კარგი თავეჭილო მჩებოდა რა მაგასაც ვიტყვი და საბოლოო ჯამში მაგის თქმა მინდა რომ ანუ ეს ადამიანები აი ამ ერთ წლის განმავლობაში აი რა კითხვას არ გამიჩნდა რა ნებისმიერი თემა დაჟე ბიმერა დავეხო რომ შენ ფსიქიატრის ვარ რა ნებისმიერ თემას დავიდე ნებისმიერ თემას აი რაც არ უნდა მიწეროთ ყურადღებას მოგაქცევთ და გიბიძგებენ სწორი გზისკენ რა ერთი წელი არ წავთან და ჩვენ სწავლობ პროსე კომუნიტიში ხარ ხო ეგრეა კი ხო თან ის ხალხო ამ თემაში ხო რა წაგებაზე შეგუება აი ხალხი წაგებას რო ვერ ეგუება რა ის დღეები თავიდან რა მოგებებს დააგროვეს ხო ერთ დღეში მაგ ყველა მოგებას ხო იმენა ანულებენ რა და ამასთანავე თლიან აკაუნტსაც კარგავენ ხოლმე და ის დრო როდესაც მოვა რომ აი მოგებები ნახო მაგ წაგებების შემდეგ ხო აი მაგ დროს გემოს ვერ უგებენ რა აი მაგალითი რომ მოვიყონოთ აი მაგალითად აი ტრეიდი მოიგე ერთი კვირის განმავლობაში და ორშაბათი სამშაბათი ისეთი სიტუაცია დადგა რომ შენ ტრეიდი წააგე რა შეიძლება წაგეგო და შენ გაგიტყდა ის ფაქტი რომ ეხა წააგე მარტო იმიტომ რომ ანუ თუ გინდ გეგონოს რომ მაგრად მოიგებდი მაგ ტრეიდს რა აი მაგ წაგების გამო თუ ვერ შეეგუე მაგ წაგებას ხო იმდენად ვარ ესაკეთებ შემდეგ რომ იწყებ ნუ თლიან აკაუნტს ანულებ ეხა ვინც აქტიური ტრეიდერია ყველა მიხვდებით რასაც ვლაპარაკობ რა მაგრამ აი მაგის შემდეგ რა მოგებებიც უნდა მოვიდეს ხო იმ წაგებებზე ბევრად უფრო დიდი აი იმას არ ელოდებით ხვდები არ აძლევთ თქვენ თავს იმის საშუალებას რომ ის შეცდომა შეირგოთ საკომისიო აქციოთ და შემდეგ ხო უფრო მეტი მოიგოთ აი ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი ნიკა შემთხვევაშიც კაი ფსიქიატრი ვიყავი ნიკა რა სიტყვი ხო კაი ფსიქოლოგი ვარ იგი საკმაოდ მარტო ეს პროფიტი მქონდა მეგობრებო და ანუ დაახლოებით $100 პროფიტი მქონდა ან payouts ვაკეთებდი 6 აკაუნტი ან ეხლა თუნდაც რაც გამოვიტანე და აი რაღაცა წყურვილი მინდოდა წყურვილი მქონდა რომ კიდე მინდოდა ცოტა და ანუ კაროჩე ისეთი საკითხი დამისვა რომ ეგრევე გავჩერდი რა ამიტომ მეც მაქვს ანუ მეც ყოველდღე ბრძოლობ და ყოველდღე ეს ბრძოლა ძალიან კარგია იმიტომ რომ ყოველდღურად შენ თავს წინ და წინ წეო რა რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ამ სფეროში თორე ყველას გვეშლება რაღაცა და თავარია მაგაზე ვიმუშაოთ და დამიჯერეთ ყველა რაიგად გავქცევს პოტენციალი შესაძლებლობა რომ ამ სფეროდან ნახოთ სარგებელი. ეხაც კარგი რაღაცა თქვენ თავარია ვიმუშაოთ ანუ ამით ახლა რა რიზით თქვა და მე კიდე დავამატებ რა ტრეიდინგში არ არის აუცილებელი ხალხო რომ იდეალური იყო რომ ფული გააკეთო მართლა ეგრე არის არა ძალიან ბევრი ცდილობს რომ იდეალურები იყოს იდეალური ტრეიდი გახსნას იდეალური რისკი გააკეთოს იდეალური შემართებით იყოს და რაღაცა რა მაგრამ ანუ ტრეიდინგში არ არის აუცილებელი რომ იდეალური იყო რომ შენ ფული გააკეთო ტრეიდინგში მთავარი არის რომ ანუ რაც თქვა რომ ანუ გინდოდეს რომ პროგრესი განიცადო და ის შეცდომები რა შეცდომებიც გაქვს იმის გამოსწორება გინდოდეს და გამოასწორო მაგისკენ მილტოდ ეხა ნიკას კიდევ აქვს შეცდომები ანუ არ გამიკვირდება რომ კიდევ დაუშვოს მომავალ შეცდომები მაგრამ მით უმეტეს უკვე გემოიცის რა მოაქვს სისტემატიურად და გეგმის გაყოლას და დისციპლინას რა შედეგი მოაქვს ხო და ამ შედეგის შემდეგ ხო რომც მომავალ შეცდომა დაუშვას დარწმუნებული ვარ ნებისმიერი ტოპ-სტუდენტი ვისთანაც ინტერვიუ გავაკეთეთ ხო იმის შემდეგ არავინ არ ყოფილა ალბათ რომ შეცდომა არ დაუშვოს რა ვინც ტოპ-სტუდენტები არიან აქ კიდე იძდებიან და იტყვიან კიდევაც რა არავინ არ გიგონოთ რომ აი მე უკვე ყველა უშეცდომო არის რა შეცდომას ყველა უშვებს მაგრამ მათ ისეთ რამეს გაუგეს უკვე გემო და ისეთი რამე იციან რომ დისციპლინით სისტემატიურობით
და შენი გეგმის გაყოლით რა შედეგის დადება შეიძლება, ხო? იმას უმარტივესად მოაგვარებენ. ანუ ის წაგება იმ ინვესტიციას რა ინვესტიციას უნდა გავაკეთო და მე მოგება ნახონ იქიდან, ხო? არაფერი არ არის. აი თუ გინდა რავი მათემატიკურად დავითვალო თუ გინდა რა ეხა მე მაგალითად უკვე მაქვს გამოტანილი $20,000 ოდენობის payout-ები და აი თუ გინდა მეორე დღეს რაღაც ისეთი მომივიდა რითიც ეხა აკაუნტზე დიდი თანხა დავკარგე თუ გინდა აკაუნტი გამანულე რა მაგრამ იმ ადამიანმა რადგან უკვე პროფიტული არის ესე ვთქვათ სისტემატიურად იცის უკვე რაც უნდა გააკეთოს რომ მაგას მიაღწიოს ხო მაგას კიდე გაიმეორებს გადაიხდის $70-80 ისევ იმ ჯანდაბა აკაუნტში ხო? იმ აკაუნტიდან გამოვიტანს კიდევ $1,000 ან თუ გინდა იმ წინა $20,000-დან მოგებული ინვესტიციიდან გააკეთებს რავი იყიდის კიდე 5 აკაუნტს, 5-დან თითოდან რა ვიცი გადაიხდის თითოში $70-80 საშუალოდ და თითოდან რამდენი ფეულს გამოვიდა. ხო, ეხლა თითოდან მინიმუმ რავი 500, 600, 1000 და $2,000 გამოვაქვთ ხოლმე რა. ესე არის. იდეალური არ არის აუცილებელი ტრეიდინგში იყო რომ ფული გააკეთო, მაგრამ შენ თუ ეხა ისე იფიქრე რომ მოდი ეხა მე ნახევარს იმას ვისწავლი, ნახევარს ამას და ნახევარი იმით მე რაღაცას გავაკეთებ, ცოტა მაინც რომ გავაკეთო თუ ეგრე იფიქრებთ, არა. ეგრე არ ხდება ხო? თუ ხართ ამ საქმეში და გინდათ რომ წარმატებას მიაღწიოთ, all in უნდა იყოთ და მთლიანად უნდა იყოთ ამ საქმისკენ რა. რავი, ჩემ შემთხვევაში და სანჯის დამეთანხმება ჩვენ როგორც ვიყავით, მაშინ გეგმა B არ არსებობდა და არ გქონდა რა. ნიკა, შენ შემთხვევაში აი ის რამდენი ხანი ტრეიდობდი, რამდენი ხანი გემბლერობდი მანამდე სანამ ჩვენთან მოხვიდოდი? გემბლერობდი დაახლოებით 2 წლის განმავლობაში. 2 წლის განმავლობაში. მაგ 2 წლის განმავლობაში. აი, როგორი ჩვევები გაგიჩნდა და როგორი ჩვევები გაგიჩნდა? აუ რა, კაი არაფერი რა, სიმართლე რომ გითხრა ეხლა მოვიტყუები რომ გითხრა რომ ვერ ვიგებდი მეთქი რა, ვიგებდი და რავი, აი $15 რაღაცა $200 დამიჭერია და რაღაც, მაგრამ თავიდან ბოლომდე გემბლერობა იყო, ის ფული მაინც იმპულს მაინც ვაგებდი, იმიტომ რომ long term-ზე, ანუ სისტემატიურობას რასაც ქვია, ვერ გავდიოდი პროფიტულად რა. და აი კაი თემა შეეხე რა, რომ ასაუბრობ ხოლმე რომ პროფილები აიჭიეთო და აიკიდეთო ეს ზოგი XM-ს აპიარებს, ზოგი Libertex აპიარებს, ზოგი იმას. ანუ სისულელია რა. აი მახელა კაპიტალს რასაც ფილმები თავას უნდა გაძლევენ, რომ თქვენი თავი წარმოაჩინოთ და რაღაცა თანხა იშოვოთ, თქვენი საკუთარით მაგას თანხით მაგას ვერ შეძლებთ. გამორიცხულია რა. და უფრო გული დაგწყდებათ მე რაღაც თანხას რო წააგეთ ტრეიდის დროს რა და უფრო გადავარდებით იმაში, რასაც დამას გაქვია რა და მე გირჩევთ აი თავიდან ბოლომდე ბიზნესს გეუბნებათ რომ აუცილებლად დაიწყოთ პროფილები და ზოგადად პროფილებით ივაჭროთ რა. აი რა თქვა თუნდაც ეგანაც ეგეც ახსენა რომ მე ხა მაგალითად ხო მაქვს დაახლოებით 8 payout-ი ხო? იქიდან მე სიტყვაზე თუ დავკარგე რა, ხო დავკარგე რაღაც აკაუნტების ხო ჩავწვი სიტყვაზე, მაგრამ აი არაფერი არ დამკლებია მაგით რა, ანუ სადღაც 5% დავკარგე და 99% მოგებაში დავჭი, ხო ხდებით? აი ამის გამოც არის პროფილმა ერთ-ერთი საუკეთესო რაღაცა რომ შეცდომის უფლებას გაძლევს, რომ დაუშვა შეცდომა, დაიწყო ახლიდან. ანუ მუდმივად გექნება იმის შესაძლებლობა რომ თავიდან დაიწყო რა და ძალიან იაფად, კომპაქტურად. და რაც თქვი, აი შენ კიდევ აპიარებ ხოლმე იმას Apex რა. აი ყველაზე მეტად Apex რატო ვემხრობი და რატო არის კარგი, ვისაც თანხა არ აქვს მაგალითად რომ ანუ ისეთი თანხა რომ დაიწყოს თუნდაც რა, ანუ მინიმალური თანხა $100 შეგიძლიათ ადგეთ მეგობრებო დაიწყოთ და თქვენი თავი დატესტოთ რა. და მაგარი ისა აქვს რომ თავიდანვე ანუ ის activation fee კი აქვს, მაგრამ დაწყება კი ძალიან იაფი. ანუ მე ხა მაგალითად რაღაც 6 აკაუნტი რო ვიყიდე, სხვაგან რომ ეყიდა თავიდანვე $100-900 გადამეხადა რა. მაგრამ Apex-ით ძალიან იაფად გამოვზოლი ხო ხდები და ანუ თავიდან ბოლომდე პროფილებს მიაწექით რა, ჩემი შევაკიდე ეგითება და საკუთარ ბოდიში ვერ გავიგე. მიდი დამთავრე და ვიდე. ხო და თან საკუთარ იმას კაპიტალს და ჯიბიდან ამოგებას და ფულის ჩარიცხვებს და სლოტებივით იმას თავი დაანებით რა. ის რა მე უფრო აი როგორ მეგონა ეს აი ყოველდღე მინდოდა რომ ფული მეშოვა რა, ყოფილა რავი 8 დღე 9 დღე გადაბულად რაღაცა $40 $50 შოულობდი რაღაცა, კაროჩე მეთქი ეგ არის რა, ტრეიდერიო რა, ტრეიდერი ხარ, ანუ არაფერი არ ვიყავი ვაფშე რა. ეგ არისო ტრეიდინგი ვაფშე ხარ უყურებ. ეხლა ისეთი სქნები შემიძლია ჩავაგდო რომ ხალხს ეგონება აუ გურუ და აუ ეს არაფერი არ ეგ იყო იმენა გემბლერობა რა. არაფერი არ იყო საერთოდ რა და აი ფული შოვნა თუ გინდათ და თუ რეალ ისე გინდათ რომ პროფესიონალურად მივიდეთ ამ საქმეს, პროფილები დაიწყეთ, პროფილებით გააკეთეთ მაყუთი რა. კაი. რავი, ჩემი ეს ეხა ისე ლაპარაკობს ნიკა რა, გეგონება ეხა Apex-ის პროპაგანდა
მიყავს მე და ნიკას კიდე კურს მიპიარებს ისე გეგონება მაგის პროპაგანდასაც ძალით ვალაპარაკებ და ისე ლაპარაკობს გეგონება ძალით დავაყენია გეპიცები კაროჩე არა გარესარეგუნოს რა ეხა წეგან თქვენს 2 წლის მერე მოვალთო რა ეხა წეგან ჩვეებზე ხო ვილაპარაკეთ ხო რა ეს ნიკამ რო ეს 2 წელი გაიარა ანუ დაგროვა ძალიან ცუდი ჩვევები. მის შემთხვევაში, ხო? აი ამ ჩვევების მოშორება ძალიან აი მე გამიჭირდა, იცი რატომ? იმიტომ რომ ხა მოსავლი არის, მასთან მუშაობდი და ამ მუშაობის პერიოდში მე გამიჭირდა რომ მისთვის მესავლებინა და თვითონაც რა თქმა უნდა ამასთან ბრძოლა, რავი, დღემდე უჭერს რა. დღემდე აქ რაღაცა პრობლემები, ძირითადი გამოსწორებულია, მიხლარია, უკვე რა ვიცი, კალაპოჩი ზის მაგრამ ანუ რთულია რა ზოგადად როცა ცუჩოებს აიკიდებ მე იმის გამოსწორება იმიტომ რომ ქვეცნობიერში გააქვს ის რომ იმან ადრე რო იმუშავა შეიძლება კიდევ იმუშაოს ხვდებით ხო და ნიკა აქ კითხვა იყო კიდე პირველი ფეაუთი რამდენ ხანში გააკეთე სწავლიდან რა ჯერ სანამ შენ მაგას იტყვი მოდი მე ვიტყვი რომ ნიკას დიდი ხანი მე მევაძალებდი და მე ვეუბნებოდი რომ ჯერ ყველაფერი კარგად ევარჯიშა კარგად როგორც მე ვიქენი ისე როგორც მეგონა, ხონდა ხა იმდენი ხანი 7 თვე დემოზე არ ყოფილა ნიკა, მაგრამ როგორც მე ვქენი ისე, რომ ყველაფერი ჯერ კარგად ცოდნა მისი სტატისტიკა, რომ შეეძლო მაგას პროფიტულად ტრეიდი, შეეძლო თავის გაკონტროლება და ამ შემდეგ რა. მე არ ვაყიდინე აქამდე აკაუნტები და მე არა, აი რა დროსაც იტყვის, აი იმ დროში მე ვუთხარი რომ უკვე მზად იყო და გაეკეთებინა რაც გასაკეთებელი იყო. აი ხა თქვი ნიკა პირველ ფეუთი რამდენი ხნის მერე გააკეთე სწავლიდან? სწავლიდან ანუ იმას თუ არ ჩავთვით მართლა რომ ბექტესტინგი იმენა დამაწარել და ესე რომ ვთქვათ ეგრევე არ მაყიდინე აკაუნტი როგორც კი ვიყიდე დაახლოებით კვირანახევარში პირველი ფეაუთი გავაკეთე და საბოლოო ჯამში overall რო ვთქვათ 2 თვეში გავაკეთე დაახლოებით $8800 რა და ინვესტიცია იყო რავი $500 ალბათ $600 რა ასე რომ ეგრევე იგრძნობთ შედეგს თუ მოусმენთ ანუ ეს აი სწავლის ხა ინტერესებს სწავლა რო დაიწყე იქიდან რამდენ ხანში სწავლა რო დავიწყე იმენა იქიდან რამდენ ხანში თვენახევარში სადღაც რა აი კურსები რო დამთავრდა და მე უკვე გადავედი ბექტესტინგზე და რაღაცა თვენახევარში და თვენახევრის მერე გავაკეთე პირველი ფეაუთი ნახევარია სწავლობ არა თვენახევარი არა რაც სწავლობს ეხლა დიდი ხანი გავიდე არა ხო ფეაუთი რო ვიყიდე და სწავლა რო დავიწყე მოკლედ აი ფიზიკთან რო უკვე დაიწყო ლექციები თვენახევარში მე ფეაუთი გავაკეთე რომ მორჩა სწავლას მერე ბატუ გაჯობა ხო კეი ბატოს მახსოვს ძალიან უდო და ადრე ბატოს ხადაშორის შენიყავი ჩემი მოტივი რომ Apex-ზე ბევრი აკაუნტი მეყიდა რა იმიტომ რომ მახსოვს ბისპოსტი კაპიტალი რო გქონდა დიდი და მეთქი აი აქამდე უნდა მივიდე მეთქი და ერთ-ერთი мотиваცია შენც ეყავი მინდა გითხრა კარგი мотиваცია კაი ეხა მოდი ბიჭებო კაი ის გამოვიდა ინტერვიუ მოდი მე ხა რეკორდინგს გავთიშავ და ვინც YouTube-ზე მიყურებს და აქამდე მოხვედით მადლობა ხალხო მოსმენისთვის და კიდე ერთს გეტყვით რომ თუ გინდათ რომ ეხა ამის მერი რაც უნდა გაგრძელდეს საუბარი კითხვები და კიდევ საუბარი ასევე ხალხთან ვინც ეხა 260 კაცია გვისმენს Discord-ზე უნდა შემოხვიდეთ და იქ დაესწროთ ხოლმე ამ ლაივებს ეხა გავთიშავ